დიდი ალბათობით მზადდება კოჰაბიტაცია მეოთხე სერია. 2012 წლიდან 2022 წლამდე რა ვითარებაც იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგ კალაპოტში დაბრუნება სავარაუდოდ არის გეგმა. ქართულ ოცნებას ეს აწყობს. თავარი შინაარსი და არსი, დალაგების ფორმა როგორი იქნება და მოთხოვნები რა იქნება ეს. კოჰაბიტაცია მეოთხე სერია გვჭირდება თუ მესამე სერია, რა მნიშვნელობა აქვს. აი, როგორც ვიყავით მანამდე, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ხალხი დააბრუნეთ პარლამენტში, დააბრუნეთ მუნიციპალურ ორგანოებში და ვიყავით თქვენც რა მთავრობის სახით როგორც ხართ. უბრალოდ ეს ხალხი დააბრუნეთ, რათა ჩვენ გავლენის ინსტრუმენტები გქონდეს, მექანიზმები გქონდეს. სიხარული დათანხმდება ამ რეალობას ქართული სიხარულით. რეალურად ეს ნიშნავს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ნაწილის დათმობას, აი რასაც ვამადლის ხოლმე ქართული ოცნება, რომ აი ჩვენი კონსერვატიული დღის წესრიგი, ჩვენ რეალურად დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და deep state-ის ტყვეობიდან გამთავისუფლდით და მანამდე რაღაც ნაბიჯებს იმიტომ ვერ გვგავდით, რომ პირდაპირ დაკავშირებული ვიყავით. რა ფორმულირებასაც ახდენდა ქართული ოცნება, deep state-ის ტყვეობაში დაბრუნებას გულისხმობს ეს.